მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენ დღევანდელი გადაცემა იწყება ძალიან საინტერესოდ. ეს არის მაესტროს ოფისი და ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მაესტროზე, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საქმე ის არის, რომ მე გახლდით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დომაზე. აი ხო ხედავთ, რა საინტერესო რაღაცაზე ვიყავი. სადაც გია ჭანტურიამ, საზმაუს დირექტორმა თქვა ასეთი რაღაც. და მინდა განსაკუთრებით დავნიშნო ვეტერანების თემა, რომელიც მუდმივად ჩვენ ადრეს ვითხარით. მხოლოდ პირველი არხი იყო, რომელიც ამ ვეტერანების დომალიაციას აშუქებდა. ერთადერთი არხი, მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ აქციის დაშლამდე თუ ვინმე ამ პრობლემას აშუქებდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ პირველი არხი. მინდა დაგაჭიროთ და მე ბუდის მოვიდით, თქვენ მოვიდანთ რაიმე დამამტკიცებელ საფუძვლის იმისას, რომ სხვა რომელშია ბეჟდრონედიაში საქმე დაიწერა, მაგრამ სატელევიზიო სივრცეში არც ერთ ტელევიზიას, არც ერთ არხს ეს არ გაუჩნდა. გამარჯობა. თამარ უხაძე არის მაესტრო საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ესეთი შეკითხვა მაქვს შენთან. გია ჭანტურიამ თქვა ეგეთი რაღაცა, რომ გახსოვს ვეტერანების აქცია რო იყო გმირთა მოედანზე. იმას მარტო ჩვენ ვაშუქებდითო. შეკითხვა მაქვს, ჩვენ გაგვიშუქებია ეგა? კი, გაგვიშუქებია. რამე გვაქვს ვიდეო რო ნახო? სად შეიძლება რო ვიდეო ნახო? და აი, მე მგონი ის გოგონა ნანუკა, შენ ახლა ჟურნალისტი, ნანუკა? შენი სიუჟეტი ვნახეთ ახლა, ანუ შენ გააკეთე აქცია ვეტერანებზე სიუჟეტი ვეტერანების აქციაზე დეკემბერში რო იყო. კი, დეკემბრის ბოლოს. შენ გააკეთე ეგა? ეთერშიც იყო ეგ სიუჟეტი, ხო რომ? გავიდა შიმშილობდნენ, იქ ქონდათ აქცია ვეტერანებს. აი, აბა შენიც. მე გამახსენდა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ასეთივე სიუჟეტი ამ აქციაზე გააკეთა ტელეკომპანია კავკასიამ. ნინო ჯანგირაშვილი და მე ნინო, რაზე მოვედით ახლა? რა მინდა იცი? რაზეც მოხვედი. ხო, დაგირეკე წინასწარ. კი, მოიცადე. ისა ცოტნე აქ არის? მოდი რა ცოტნე აჩვენე. მოკლედ ჩვენ ახლა გადავხედეთ არქივს და ესეთი მდგომარეობა. გაგვიშუქებია. ესე იგი 27-დან მოყოლებული 31-ის ჩათვლით თითქმის ყოველდღე ვეტერანებზე ჩვენ მქონდა ესეთი სიუჟეტები და შეგიძლია ვნახოთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილი, მათ შორის 1992-93 წლების და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეები გმირთა საპროტესტო აქციებში. გასაკვირია საღარ მინდა. აჰა. ხადებით ისინი არ ეთხოვენ არც რაიმე პირველი დღე ძვირფასო ტელემაყურებლებს შეგიძლიათ ნახოთ. რომ ის ადამიანები, რომლებმაც მადლობა, დიდი მადლობა. შეუსვაგიყო? კი. აი ასია ძვირფასო ტელემაყურებლები, თუმცა არა მარტო მაესტროს, არამედ კავკასიასაც გაუშუქებია. ნუ ჩვენ მარტო მაესტროს სიუჟეტიც გვეყოფა იმისთვის, რომ ვაჩვენოთ რიგ პერსონებს, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რომ ჭანტურიამ ბუდიში უნდა მოიხადოს. მოდ გავაკეთოთ ეს. ჩვენზე უნდა იყოს 4 კაცი. თუ შეიძლება კამერები დავთიშა და ზევიჩები ძე. ბატონო? კამერები. გამორთულია. ჩართულია კამერა. ისე სხვა შორის ეს ქალბატონი, ძალიან კარგი ქალბატონი, რომელიც არ იცის მე ვინა ვარ, ხო? დიახ. რადიო ასხულა. რა პრობლემაა? არა. არა, არ იცის, ხო არ იცოდით? არც რადიო ასხუთი კინა იცით, არც 202, არც მაესტროს არ უყურებთ, არც პალიტრას არ კითხულობთ და ჩემი გაცემა არა გაქვს, ნანა. გადაცემა საწყორო და არა, მართლა არ მაქვს. არა გაქვს, ჩემი გაცემა ნახე. თქვენი სახელი და გვარი? თამარ მეტრეველი. შვენიერ ვიპოვეთ ქალბატონი, რომელიც შავა რამიშვილის სახელი და გვარი არ იცის. კარგია, ტელევიზიაში მუშაობთ, ხო? კარგი. მოვედით ლევან გახელაძესთან, ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობა. მოიხურება ხო თავის კარები? მამინდა. ой, ბოდიში რას ისვენ? ჯონიკეს. აუ, მაგარი კაცია ძა. აი ეს არის სიუჟეტი, რომელიც მაესტროში გავიდა, აქციის, ეხლა იქნება აქციის დაწყებიდან მეორე დღეს. სიუჟეტია, კიდევ ერთი სიუჟეტი არსებობს, მაგრამ ერთიც საკმარისია მე მგონი, ეს არის უკვე მეორე დღეა შიმშილ. ანუ შენი მარტივი შეკითხვაა. უნდა მოიხადოს თუ არა გია ჭანტურიამ ბოდიში?
არა, მე მგონი არ უნდა მოიხადო. ხო, რატომ? გიამ მე მგონი იგულისხმა ის რომ რეგულარობა გაშუქების ამ არ უკაცრავ. მხოლოდ ჩვენ გარკვევით თქო. მხოლოდ ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მხოლოდ ჩვენ ვაშუქებით. არის ორი სიუჟეტი, ერთი წამოვიღო, მეორეც შემიძლია და ერთი კიდევ მცირე სიუჟეტიც არის, მაგრამ მე მგონი ერთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გიამ მოიხადოს ბოდიში, ჩემი აზრით. იცი რა არის, მე ვფიქრობ, მაინც არ უნდა მოიხადოს, იმიტომ რომ თუ მაგამბოს კარგად ჩაეძიები. ხო, რა თქმა უნდა ჩავეძიები, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ გიამ დაპირამესაბრ, არა, ხო განაცხადა საჯაროდ. თუნდაც ერთი ფაქტი რომ მომიტანოთო, მეო სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოვიხდი ბოდიში. აქ ისე კატეგორიულად თქვა, რომ სხვა გზა არ არის, ჩემი აზრით. გავიგე, ერთი წამი რა. გია ჭანტურიან ბოდიში უნდა მოიხადოს თუ არა, მე ჩემი მოსაზრება. ხო და მითხარი, რატომ არ უნდა, რატომ? სიტყვის კაცი ხომ არის? არა, მართლა ვამბობ, ხა გია ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მორალურ მხარეს, როგორ იცავს ის თავის მიცემულ, საჯაროდ მიცემულ სიტყვას, შენთვის როგორც ბორდის თავმჯდომარისთვის, მნიშვნელობა ხო აქვს? კი, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ნამდვილად. ხო, გადამწყვეტი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ შენი როგორც მოქალაქის, როგორც ბორდის თავმჯდომარის პოზიცია. გია აქ ხალხს უსვავს სხვა რაღაც. რას? გია ხალხს უსვავს იმას, რომ 6 დღის განმავლობაში არავინ არ გააშუქა ეს აქცია. ყველაზე ინტენსიურად. არა. გასაგებია, არა, ყველაზე ინტენსიურად არ უთქვამს, ეხლა თავს რატო ვიტყუებ? მხოლოდ ჩვენ სრული პასუხისმგებლობით, მხოლოდ ჩვენ და თუ მომიტან საბუთს ბოდიშს მოვიხდი. ბატონო. კი ბატონო, მიმართეთ მაშინ გია ჭანტურია. შენი აზრი მაინტერესებს, არ უნდა მოიხადოს. ჩემი აზრით ეს არ არის იმ მნიშვნელობის საკითხი, რაზეც უნდა დიდი მადლობა, კარგი თუ კაცრავად. სულ ეს იყო. გია ჭანტურიასთან რო გავიდე ახლა შეიძლება? თუ აქ არ მოსული არა. ხო, კაი, გავაკეთე კამერები, თუ პრობლემა არ არის. ერთი წამი ჩემპიონი გავარე კი. კი ბატონო. საერთოდ გვიან მოდის ხოლმე სამსახურში ერთად მუშაობდი წლების მანძილზე და ყოველთვის იგვიანებდა. ისა კამენდო. არ იქნება მოსული თვითონ. ეს რა არის, რა სურათი არის? შეხედეთ რა სურათი, კი, ეროტიული სურათი, შეხედეთ. ესე იგი შემოდიხარ ძვირფასო ტელემაყურებელობის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარეში და ხდება ორი მშვენიერი, მაგრამ საჯდომი რა. ხო ასეა? შემოვიდეს. კაი. არა, გასაგებია ხუთ. კაი, წავედი, კარგად. ძვირფასო ტელემაყურებლებში შემოვიდეთ პრაიმ ტაიმში თაკო ხაკაძე და თაკო არის ჟურნალისტი ცნობილი. რაღაც ვიდეოს გაჩვენებ და შენი აზრი მაინტერესებს. ხო, შედობა, ხო კარგად არის საზოგადოებაში. რა უჭირთ მაგა ჩვენ რო კითხოთ. ეს გასაქცევად გინდა დაკედა, რევოლუცია რომ მოხდება, გაიქცევით, ხო კი? მთელი ცხოვრების წესი. ხო ხარ კომპეტენტური ჟურნალისტურ საკითხებში. გაჩნია რას მეკითხა? ჟურნალისტურ საკითხებში ხო ხარ? რა მგონია რომ აქამდე ვიყავი კომპეტენტური და ეხა და თან შენ უგულავას გაზეთი რო ხარ? ბიჭო, ეხლა ოქროაშვილის ნამდვილო ტელევიზია. ოქროაშვილის არა, უკაცრავად კიტბარიშვილი. დიახ, ეროსი. ოქროაშვილის? შენ იცი მე ვინა ვარ? შავარამიშვილი. მე ვარ ეროსის მონა. ოღონდ ეროსი არის ბერძნულის თაება. და იმის მონა ვარ. ხო იცი ის მერტი. კი, როგორ არ ვიცი, მაგრამ ეროსის მონობა არ არის კარგი. იმ ეროსის მონობა. იმ ეროსის კარგია. ხმა არის ბოლომდე, ხო აწეული? გიორგი ჭანტურია. ხო, აი. შენ და გიორგი ხო თანაგუნდელები იყავით? მე არ უარყოფ ამას, ვადასტურებ. მე და მიშა სააკაშვილი. არა, რა საკითხია? გარდუბალას ვაკეთებდით, კი, 105-ში ერთად ვიყავით და კავენშიც. ხო, სწორს ამბობს, იცი? ეს არის მაესტროს სიუჟეტი, რომელიც აქციის დაწყებიდან მეორე დღეს გავიდა ეთერში. რატო წვალობთ? მე მაქვს მედია მონიტორი. ხო, არა, მესმის, უბრალოდ თვალნათელი უბრალოდ, არა, აგერ არის სიუჟეტი, რომელიც ეთერში გავიდა. მაესტროს ბრალდებს რომ არაშუქებდაო? არა, ის ამბობს რომ მეო ბოდიშს მოვიხდიო, თუ წარმომიდგენთო, აი ამას. შენი აზრით ბოდიში უნდა მოიხადოს? არ ვიცი ხა ბოდიში უნდა მოიხადოს. ხო, მაგრამ არა. რატო იცი რატო არავინ არ თხოვდა მას ამის თქმას. მეო ბოდიშს მოვიხდიო, ხო, ჩვენთვის ხო მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის სიტყვის ფასი. არა ვარ მართალი? როცა ის საჯაროდ რაღაც პირობას იძლევა.
თაკო. შესაძლებელია ხო იყოს. უნდა მოიხადოს ბოდიში თუ არა? სიტყვის მასალა არა, რას ნიშნავს სიტყვი? არა, ერთი წუთით. სიტყვის მასალად რომ მოიხადოს? არა, გიას კბილით კი ვარ, მთელი დღე დავდებ და ვერ ვიპოვე და. რა დავაშავე ხა, რატომ მე შენი და გიას დავის გა. არა. არა, მოდი ხა სერიოზულად მივუძგეთ რა. შენ ხარ მოქალაქე, შენი გადასახადებინაც ფინანსდება ეს არხი, შენ ხარ ჟურნალისტი და შესაბამისად მე მაინტერესებს. შენი აზრით, ბოდიში უნდა მოიხადოს თუ არა, როცა ასეთ განცხადებას აკეთებ. ხო იცი რა, მე არ ვიცი ხა ის არის ძალიან ფრაგმენტი რაც შენ მაჩვენე. თუ ვთქვათ ის ამას სერიოზულად ამბობდა, ხო არ დავიმონტაჟეთ, რას ნიშნავს სერიოზულად ამბობდა, რას ნიშნავს? ხუმრობდა? სიტყვის მასალად თქვა რომ აი ბოდიშს მოვიხდი თუ რაღაცა და გინდა კიდე ერთხელ მოვისმინო? არა, არის პასუხისგებელი, მაგრამ ის რომ საზოგადოებრივი არხი მაგ აქციას დარბევის გარდა სულ აშუქებდა. ეს არ მაინტერესებს. ჩემი მთავარი ამოცანა არის რომ თან მე კიდე ეს არ ვიცი ხა, რასაც შენ მაჩვენებ იმ დღეებში არის თუ არა. კი, როგორ არა, მეორე დღეა შიმშლობენ, ეთერშია გასული. კი ბატონო, დარბევა მოხდა ერთი კვირის მერე. ხო, ნუ შენ ფაქტს წარუდგენ რომ არა, ეს ფაქტია. უბრალოდ, ესე იგი შენ თვლი რომ არ არის აუცილებელი რომ ბოდიში მოიხადოს. არ ვიცი, აი ძალიან კონკრეტულად ვერ გეტყვი. კაი, მადლობთ. სერიოზულად ამბობდა რომ მაშინ ის მაინც გითხრას რომ მე ხუმრობდი, ეს მაინც თქვას, ხო? ხო, შესაძლოა, მე არ მგონია რომ საზოგადოებრივი არხის გენერალური დირექტორი არ იყოს ის ტიპი, რომელსაც დაურეკო და გამოართვა. ხო, მაგრამ არ ვიცი, ხო, ვერ დავიჭირეთ, ხან კბილით კივა და ხან შეიძლება და რო ტელეფონით ჩაწერე. ნახოთ, ჯერ მე მაინტერესებს საზოგადოების აზრი ამას. ხო, საზოგადოებრივი აზრი კაი. ერთგვაროვანია ხა. რომ უნდა მოიხადოს. არ ვიცი ხა ბოდიში მევაპატიეთ ეს რა ვთქვი არა, მაგრამ არ ყოფილა სწორი შეუძლია თქვას. ხო, არა, მან ხო თქვა რომ მე მოვიხდი ბოდიშს საჯაროდ თუ მაჩვენებდა. აბატონო და ხო უნდა მოიხადოს თქვა. ხო, ისე არ დამონტაჟო რომ მე ვთქვი რომ გინდა თუ არა ბოდიში მოიხადოს, ან მე ვთქვი გინდა თუ არა ბოდიში არ მოიხადოს. აბა აი ამ კამერაში თქვი შენი საბოლოო პოზიცია. მე ვამბობ საბოლოო პოზიციას, რომ თუ გია ჭანტორიამ ეს იხმარა როგორც სიტყვის მასალა, შეუძლია თქვას რომ არ ყოფილა სწორი, აგერ მაესტრომ წარმოადგინა მასალა. მადლობთ. კარგად. ჩვენ მოვიდით გაზეთ 24 საათის რედაქციაში, ბატონი მამუკა ფაჩუაშვილი არის. მამუკა ფაჩუაშვილი არის საზმაოს ბორდის წევრი. გამარჯობა. ესე იგი, ეს არის ჩაწერილი სტომაზე, რომელზეც ერთად ვიყავით. კი ბატონო, თქვენც იყავით, უბრალოდ გახსენებთ რა. თქვენი აზრით უნდა მოიხადოს თუ არა გია ჭანტურიამ ბოდიში? აბა გია ჭანტურია ალბათ ჩვენზე კარგად იცნობ თქვენ. ხო, არა, მე როგორც არა, მე შეიძლება ძალიან ხატოვნა თქვა ეს ყველაფერი. ხო. ალბათ. ხო. საერთოდ ახასიათებს ხობენ. ზოგჯერ ასეთი თქმა. ოღონდ სერიოზული სახით ლაპარაკობდა და სრული პასუხისმგებლობით აცხადებდა. არ ეტყობოდა სახეზე რომ ხუმრობდა. მაგრამ გააჩნია რა. უკასაოდ ამ სიტყვაზე როგორ მიაწვევი? შეიძლება მოიხადოს კიდე. არა, სხვა რაღაცას გეკითხებით. თქვენ როგორც ჟურნალისტ, შენ როგორც ჟურნალისტ და ბორდის წევრს. შენ ხომ მნიშვნელოვანია ბორდის წევრისთვის დირექტორის იმიჯი, სიტყვას როგორ ასრულებს, ხატოვნად რას ლაპარაკობს. გეკითხები, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში? ჭანტურიას კითხეთ, ის გეტყვის ალბათ, ჩემი აზრით. შენი აზრი მაინტერესებს. ბოდიშს არ მოვხდი ამის გამო. ორვესმა გამომრჩა, რაღაც ყოფილა და ხო, მაგას გეკითხები, მეტი არაფერი, უნდა მოიხადოს. და შენ ჭანტურიას კითხებ, თავის გადაწყვეტია. არა, შენ როგორ რეკომენდაციას მისცემდით ხო? ეს ახლა ესეც სერიოზული საკითხი არ არის. კარგი. აი. ჩვენ მოვედით კიდევ ერთ ბორდის წევრთან, შორენა შავერდაშვილთან. შორენა. აჰა, მოვიდა. რატო იგინებით? გინება უყვართ აქ ძირვას ტელემაყურებლებო. მე კი გისმინდა რა ქვია. მიკროფონი. არა, მიკროფონი მაქვს, კომპიუტერი, რომ დავждეთ მოусმინოთ. წამო ჩემსკენ. ხო, ნუ არ კიდევ ერთ სიუჟეტი, მაგრამ ერთ. ხო, შენი აზრით რა უნდა გააკეთოს ჭანტურიამ? რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოიხადოს, როგორც დაპირდა. თან მარტივი ამბავია. ბატონი ნანდარ საჯოლაძე, სამართლებრივ საბჭოს წევრი, საზოგადოებრივ მაუწყებლობის ქრისტიან-დემოკრატიული ქოთი დამზადებით, ხო თქვენ? პარტიის. სად ვარ ქრისტიან-დემოკრატიული? მან ხო? არა ხო? ეგეთი რამე არა არის. ხო, ნუ ჭორია ესე იგი. არა, საერთოდ იქ არის საზოგადოებიდან. ხო, მაგრამ პარტია პარტიის წევრი არა. არა, პარტიამ წარგადგინათ, ხო თქვენ? არა, პარლამენტმა წარმოგიდგინა, პარლამენტში იყო განხილვა. არა, პარლამენტში ეს ინიციატივა ქდმ შეიტანა. კი, ქდმ შეიტანა. იცნობდნენ ეს ქდმ-დან? როგორ არ ვიცნობ? მეც ვიცნობ იმას ქდმ-ის ფრაქციის თავმჯდომარეს ყველას ვიცნობ. კარგი, ბატონო და თქვენ მე და თქვენ ვიმყოფებოდით, თქვენ როგორც საბჭოს წევრი, მე როგორც დამსწრე სტუმარი სტომაზე და აი ეს ვიდეო მინდა რომ გაყურებინოთ, შეიძლება გაიკეთეთ საყურისები.
აი ეს არის ის ვეტერანის შიმშილობის სიუჟეტი. მაშინდელი. ხო, მაშინდელი. და ჯანტურიამ თქვა რომ მხოლოდ პირველი არხი აშუქებდაო და თქვენ მოისმინეთ ბოდის მოვიხდიოთ თუ წარმოვიდგენთო სიუჟეტსო რა. და ეს იმ დღეს იყო მანამდე იყო მე ეს იყო მეორე დღეს, მეორე დღეა შიმშილობენ, ვეტერანები მეორე დღეა შიმშილობენ. დაარბიეს 2 კვირის შემდეგ რა. და ჯანტურიამ თქვა პირველ დღიდან შემოდი. ჯანტურიამ თქვა რომ მხოლოდ ჩვენ ვატარებდითო, მხოლოდ ჩვენ ვაშუქებდითო, მხოლოდ ჩვენო და მე მოვიხდი ბოდიშსო, ხომ მოусმინეთ არა? თუ ვინმე წარმოადგენს თქვენ ხართ ბორდის წევრი, მოქალაქე, მაყურებელი, თქვენი აზრით გიამ უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში. ეს მისი პესაა, რა ქვია, უფლება ახლა ცხადია თუ თქვენ წარუდგენთ დოკუმენტს, ახლა მან თქვა რომ ხო მოусმინეთ რა თქვა კი. რომ მე ბოდის მოვხდი თუ დამამტკიცებელ საბუთს მომიტან, თუ მოუტან ალბათ მოიხდი. არა, მოტანილია მიუტან. მას მიიტანე, მას. კიკვილის ექიმთან არის და ვერ დავიჭირეთ თელი დღე დავდო. არა, თქვენი აზრი მაინტერესებს. ანუ უნდა მოიხდოს. გაცნობულა მოიხდეს კიდე. კარგი, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო სულ მეტი არაფერი. ერთ შეკითხვა რო დაგისვა შეიძლება? აი ამ ტელევიზიაში ვინც მუშაობს, ეკრანზე ვინც ჩანს. ერთი სახელდაგვარი შეგიძლია გითხრა? არა. არა, მართლა ხო რომ მართლიანობები არ ვიცი, არ ვიყურებ საერთოდ ამას. ერთის მაინც, ერთის. არ ვიცი და რა გიგო. აი გენაცვალე. აქ მუშაობ? რა მაინტერესებს? აი აქ ვინც მუშაობს, ერთის სახელი და გვარი შეგიძლია მითხრა? არ ვიცი. არა, ანუ ეკრანზე ვინც ჩანს რაღაც არა? მართლა არა, ხო? გამარჯობა, გოგოებო, აქ ხო არ მუშაობ თქვენ? აი აქ ვინც მუშაობს, ერთის სახელი და გვარი შეგიძლიათ მითხრათ ეკრანზე ვინც ჩანს? არა, ეხლა ვერ ვიხსენებ. ზოგადად რა? არა? არა, თქვენც არა გენაცვალე. არა, მართლა ხო პრობლემა არ არის. მართლა. მე რა მქვია იცით? ხო, კაი გენაცვალე. ვინმეს აქ ვინც მუშაობს, დიქტორი რაღაცა, სახელი და გვარი შეგიძლია მითხრა? არ ვიცი, არ ვიცი. აქ მუშაობ, კაცო. მართლა გიორგი, გეფიცები. არ უყურებ პირველ არხს? არა, არ როგორ არ ყოი, მაგრამ მე არ მაინტერესებს ხოლმე, არ მაინტერესებს. კაი, არ გაინტერესებს, ხო, კაი, კაი. აი აქ ვინც მუშაობს ერთი დიქტორად ან წამყვანად, სახელი და გვარი შეგიძლია მითხრათ ვინმესი? არ უყურებ. არა, საერთოდ არ იცით? ერთი პირველ არხზე ვინმე მაინც რა, რაღაც გადაცემის წამყვანი ან რაღაც. არის, ხო? კაი. ერთი შეკითხვა მაქვს რა. აი აქ ვინც მუშაობს პირველ არხზე, ან წამყვანი, ან დიქტორი, სახელი და გვარი იცით ვინმესი? არა, რაიონში ხო აჩვენებს პირველი არხი მერე? არა ჩვენებს, სად არ აჩვენებს? არა, არა, აი როცა აჩვენებს, არ იცით ხო არავინ? აი, უკაცრავად დიდი არაფერი არ იცით? საერთოდ არაფერი არ იცით? ორჯერ ორი რამდენია ის ხო იცით? კაი გენაცვალე. ვაფშე არაფერი არ იციან, ასე ხარ? მიშა, ძალიან მაგარი ხარ ტიპებმა. ვაფშე არაფერი არ ვიცითო, რა მაგარია. საღო, აი ეს მომწონს უკვე სააკაშვილი. გამარჯობა. რა მაინტერესებს იცით? აი აქ ვინც მუშაობს? ვინმესი სახელი და გვარი იცით? აი აქ. სად აი იმაში? ხო, იმაში, ხო. ტელევიზიაში. ხო. არ დადარა. აი ეკრანზე ვინც ჩანს ან რაღაც ესეთი. არა? ახლა ვინმე სახელი და გვარი რა. ვინც ჩანს, ვინც გელაპარაკება, გადაცემა მიყავს. 30 მილიონი თუ რაღაც ძალიან ბევრ ფულს ვიხდით, ზუსტად არ ვიცი რამდენს, მაგრამ ნუ ვიღაცა ხო უნდა დაგამახსოვრდეს, რომ ამან ეს თქვა, ამ გადაცემას უყურებ, არა? არა, გადაცემას ახლა როგორ არა, რამდენადაც უყურებ იმას, მაგრამ ახლა ხო, მაგრამ ნუ სახელი და გვარი ვინმე ხო გესმის? პოპულარული რო იყოს, ხო დაგამახსოვრდებოდა, რა? პოპულარული იყოს. პოპულარული არ ცედერალი მაგრამ. არა? ხო, აი. არა, პოპულარული როგორ არა, მაგრამ მაინც არ და ხო, სახელი და გვარი არ იცით, კაი. გამარჯობა, ერთი რაღაც რო შეკითხო შეიძლება? აი აქ ვინც მუშაობს, აი აქ, პირველ არხზე. კარგი ხალხია. ხო და სახელი და გვარი რომ მითხრათ ერთი შეიძლება? არა, ყველა კარგი ხალხი კი აქაც. გაუმარჯოს. აი აქ ვინც მუშაობს, აქა. ვინმე სახელი და გვარი შეგიძლიათ გითხრათ? ვინმეს? აი აქ. ტელევიზიაში. არ ვიცი ძმო, არა. არა? არ ვიცი ვინ მუშაობს, მე სტუმარი ვარ, ბავშვები მოვიყვან და. არა, საქართველოს მოქალაქე ხო ხართ? ხო და გადასახადს იხდით და ამ ფულიდან ესენი ფინანსდებიან და ვინმე აი ვინც მუშაობს აქ სახელი და გვარი თუ გახსენდებათ? არა. იცით, ნუ აი ვინმე ვინც ეკრანზე ჩანს, ვინც ეკრანზე თქვენ ჩახარ ხოლმე და არა, მე კი არა, მე გასაგებია და აქ ვინ არავინ, ხო? კაი, გენაცვალე. დიდი შენ არ იცი ვინ კაი, მადლობთ. ალბათონო, ერთ შეკითხვა მაქვს მარტივი ძალიან. აი იქ ვინც მუშაობს, სახელი და გვარი იცით ვინმესი? არა, სახელი და გვარი თუ იცით? მე არა მაქვს. ბატონო? ძალიან. მოქალაქე ხო ხართ?
ხო და საზოგადოებრივ მაუწყებელში ვინც მუშაობს, სახელი და გვარი თუ იცით ვინმე სიტყვა, მარტივი შეკითხვაა. არა, ეკრანზე ვინც ჩანს, წამყვანი, ხო უნდა იცოდეთ. ამის და ამის შოუ. არა ვარ მართალი? ხო და იცით ვინმე თუ გახსენდებათ უკაცრავად. არა? არა, არ უყურებთ ანუ გადაცემებს, ხო? არც არის გახსნილია ეს გადაცემა. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვინც მუშაობს, სახელი და გვარი ვინმე იცით უკაცრავად. ვინმე გადაცემის წამყვანი, შოუს წამყვანი. არა? არ გახსენდებათ, ხო? არ უყურებთ? აი, უკაცრავად დიდი ბოდიში. ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ კვლავ მოვედით საზმაუში. ახლა უკვე ალბათ გია ჭანტურიაც აქ არის, იმიტომ რომ არის პირველი საათი ორშაბათის და შევეცდებით რომ დაუკავშირდეთ. გამარჯობათ. ალო, გამარჯობათ, გია ჭანტურიას მისაღებია? მან თქვა რომ ვეტერანების აქცია მხოლოდ პირველმა არხმა გააშუქა დარბევამდე და მზად არის რომ ბოდიში მოიხადოს თუ ვინმე ამის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს. და მე მოვიტანე ეს საბუთი და შესაბამისად მინდა ბოდიშიც და გავაცნობ საბუთს და მე ვნახოთ რა იქნება. კარგით? მე დავლავარ თქვენთან მისაღებში. ჩვენ ხელახლა ვრეკავთ 9 საათის გასვლის შემდეგ გია ჭანტურიას მისაღებში. ალო, შალვა ვარ ისევ 9 საათის შემდეგ გირეკავთ. ჯერჯერობით ქათვირი მე მგონი დამთავრდა, ხო? დამთავრებულა იქ არიან ისევ. 9 საათში დამთავრდება? იცით რა არის ქათვირია და თუმცა სამუშაო ეს არის სიტუაცია და არ ვიცი ნამდვილად მე მაინც ვეცდები იქნებ შევიჭრიდო და იქნებ. კარგით. აი, 1 საათი გავიდა ძვირფასო ტელემაყურებლებო. და ჩვენ კვლავ რეკავთ მოიტანა. არავინ არ იღებს და პერერივი ხო არ არის? პერერივია? ეხა დასასრულ მინდა ესეთი რამე თქვა. ჯინი კი არ ამჭირს ამ კაცს. მეგობრები ვიყავით, საინტერესო რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ ჩემი აზრით არის არაკომპეტენტური მართველი პირველი არხის. ანუ ბოდიშს მოიხდის თუ არა ეხლა, განსაკუთრებით არ მაღელებს. უბრალოდ შევეცადე მე ნახვებინა თქვენთვის თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ჩემი აზრით კომუნისტების დროიდან სულ ერთი და იგივე ჯადოში არის გახვეული და ამის მიზეზი არის ჩემი აზრით მარტივი. აი აქ არის ზოოპარკი და ძალიან ბევრი ცხოველი იყო დატყვევებული. და ამ ცხოველების წყევლა და კრულვა გადმოდის ამ შენობაზე და რაღაც ჯადოს საბურველში ახვევს. შესაბამისად აქ ერთი კარგი შამანი უნდა მოვიყვანოთ, გავწმინდოთ აურა და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ამით გემშვიდობებით, მე ვიყავი შალვა რამიშვილი, ვარ კიდევაც და 4 შაბათს შევხვდებით ერთმანეთს ძვირფასო ტელემაყურებელში.